კარგი თამაში გამოვიდა, რეალურად ჩვენთვის დღევანდელი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ გვენახა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ამ შეკრებას და ჩვენს განკარგულებაში იყვნენ. ყველა მიიღო შანსი თავის გამოჩენის. თვითონ თამაშს რაც შეეხება მეორე ტაიმით უფრო არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ხარისხი არ ქონდა, მაგრამ აქ ასათვალისწინებელია აუცილებლად ის ფაქტორები, რომ ბევრი ცვლილება იყო, პლუს ამას ემატება ძალიან კარგი გუნდი, სერბეთის სახით, ძალიან ხისტი გუნდი. რეალურად გამოჩნდა ბევრი დადებითიც, ესევე გამოჩნდა ბევრი უარყოფითიც, ამიტომ ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ყველაფერი უკვე შევაჯამოთ, შევაფასოთ, ანალიზი გავუკეთოთ და უკვე ევროპის ჩემპიონატს შევხვდეთ სრულ ზადყოფნაში. შეკრებას რაც შეეხება, ვთვლი რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. არ ვართ ჩვენ განებივრებული იმით, რომ თუნდაც 8-9 დღის განმავლობაში სავარჯიშო პროცესი კონდეს, იმიტომ რომ სპეციფიკა ოფიციალური თამაშების სულ სხვა, ამიტომ ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ყველაფერი. ბევრი ვივარჩით, ბევრი ოფლი დაუყარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს ევროპის ჩემპიონატზე. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, სასიამოვნოა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ორი ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ და ევროპის ჩემპიონატს უკვე კარგ ფორმატში შევხვდებით. ამ მხრივ, რაც შეეხება დანარჩენს, ჩემი გოლით მიხარია რომ დავეხმარე, ეს ჩემი სადებიუტო გოლი იყო და მიხარია რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვებაში. პირველი მატჩი იყო ჩემთვის ეს სასტარტო დაშინდეტეულში. დაძაბული მატჩი იყო, ნაყოფიერი მატჩი გამოდგა, იმიტომ რომ მოვიგეთ. საერთოდ ჯამში ნაყოფიერი შეკრება ჩავატარეთ, ესე ვთქვი.